90% ადამიანებისა იღებს ბევრად მეტ მარილს, ვიდრე საჭიროა. ამას ალბათ ყურადღებას არც მივაქცევდით, რომ არა მაღალი წნევის განვითარებაში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მოთამაშედ მიიჩნევა ბევრი მარილის მიღება. მაღალი წნევა აზიანებს სისხლძარღვებს, შემდეგ იწვევს გულის დაავადებას ან ინსულტს და ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. და ჩვენ ვიცით, რომ ეს მარილის გამო ხდება ბევრ შემთხვევაში და ამიტომ საუბრობთ ბევრ მარილზე, ამიტომ ეთმობა დიდი ყურადღება მარილის მიღებას და თანამედროვე გაიდლაინებში და რეკომენდაციებში მარილს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. მარილისთვის თავის დანებება ადვილია თუ არა? არა, იმიტომ რომ ევოლუციურად ჩვენ გვჭირდება მარილი თავის ტვინის მუშაობისთვის, ნერვების იმპულსების გატარებისთვის, ნატრიუმი აუცილებელია, კუნთების შეკუმშვისთვის, ნატრიუმი აუცილებელია, ქლორი არის აუცილებელი უჯრედების მუშაობისთვის და მარილმჟავას წარმოქმნისთვის. შესაბამისად, მარილი გვჭირდება მეტიც ჩვენ ენაზე გვაქვს 5 სახეობის რეცეპტორი, სულ 5 გემონების 5 სახეობის რეცეპტორი და აქედან ერთ-ერთი არის მარილის სპეციფიურად. რამდენად მნიშვნელოვანია მარილი ევოლუციურად, მაგას უსვავს ხაზს. მაგრამ დღევანდელი კვებიდან გამომდინარე ადამიანები იღებენ ბევრად მეტ მარილს, დაახლოებით 2-ჯერ მეტ მარილს იღებენ საშუალოდ, ვიდრე ჭირდებათ. და ვისაუბრებთ 7 ნიშანზე, რაც მიუთითებს ბევრი მარილის მიღებას. პირველი და ყველაზე მთავარი არის მაღალი წნევა. მაღალი წნევა რას ნიშნავს? ნიშნავს, როცა სისტოლური, ანუ ეს პირველი სისხლის წნევას რო ეძახიან, არის 130 და მეტი. ეგ არის მაღალი. თუ ის მეორე გულის წნევას რო ეძახიან, ქვედა მაჩვენებელი რომელიც არის, ეგ არის 80 და მეტი, ეგეც მაღალი წნევა და მაღალი წნევის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი არის ბევრი მარილის მიღება. არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. მეტიც ადამიანს მაშინაც კი თუ არა აქვს მაღალი წნევა და იღებს ბევრ მარილს, დაახლოებით 5 მაჩვენებლით მეტი აქვს წნევა, ვიდრე უნდა ქონდეს. საკმაოდ მნიშვნელოვანია რეალურად. რეკომენდაცია რა არის? რეკომენდაცია არის, რომ მარილის მიღება შეამციროთ დღეში 6 გრამამდე. 6 გრამი ნაკლებია, ვიდრე 1 ჩაის კოზი მარილი. ყველაფრიანად, რომ მიიღოს ადამიანმა, ანუ უფრო ნაკლები უნდა მიიღოს. რო ამბობენ, რომ 2.3 გრამი რეკომენდაციებში რომ გვხვდებათ, შეიძლება შეგხვედრიათ, ის არის ნატრიუმზე საუბარი. ნატრიუმი 2.3 გრამი მარილს უდრის დაახლოებით 6 გრამს, იმიტომ რომ ეს მარილი შეიცავს ქლორსაც და მხოლოდ ნატრიუმი არ განისაზღვრება. მარილს თუ შეამცირებ დაახლოებით 6 გრამამდე დღის განმავლობაში, დაახლოებით შემცირდება სადღაც 5-დან 10-მდე მაჩვენებლით წნევა. მეორე მნიშვნელოვანი ნიშანი ბევრი მარილის მიღების არის შეშუპება განსაკუთრებით ხელებში, ფეხებში, კოჭებში და ნიშნავს, რომ ადამიანი იღებს მეტ მარილს, ვიდრე საჭიროა. რატომ? იმიტომ რომ მარილს როცა იღებ, მარილს ყოველთვის მიყვება წყალი და რაც მეტ მარილს იღებ, ეს მარილი გაიჟონება სისხლძარღვებიდან და უჯრედშუა სივრცეში გადავა და იქ გაიყოლებს წყალს და ამას ჩვენ ხედავთ როგორც შეშუპებას, ანუ სითხის დაგროვებას. და ეს შეშუპება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რატომაც ქრონიკული ანთება ვითარდება ორგანიზმში, რადგან წყალია უჯრედებსა და სისხლძარღვების საკვებნიუთიერების მიწოდება არის შეფერხებული, შენელებული, უჯრედების გაწმენდა არის შეფერხებული და ეგ რა თქმა უნდა პრობლემებს ქმნის გრძელვადიანად. კონკრეტული რჩევა რაც იქნება აქ, რომ დღეში 6 გრამამდე, 5-დან 6 გრამამდე თუ მარილის მიღებას შეამცირებ, დაახლოებით 1 თვის თავზე 2 კილოს დაიკლებ. 2 კილოს დაიკლებ წყლის ხარჯზე, აი იმ წყლის ხარჯზე, რომელიც შეშუპების სახით იყო და გამოვა ორგანიზმიდან, ანუ 2 ლიტრი თქვათ ამ შემთხვევაში
წყალი ცოტა არ არის, ხო? ან ორგანიზმს რომ მოაკლდეს და ხელი აღარ შეუშალოს. მესამე მნიშვნელოვანი ნიშანი არის გაძლიერებული წყურვილი. ზოგ ადამიანს საერთოდ არ წყურია, მაგრამ ზოგ ადამიანს განსაკუთრებით შეიმჩნევენ ალბათ აი ესეთი საკვები, რესტორნის საკვების მერე ან შაურმა ან ესეთი საკვები როა როგორი ძლიერი წყურვილი იცის, რატო? იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით მარილს იღებ ეგეთ დროს და ეს გაძლიერებული წყურვილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია იმისი, რომ წყალი არის ეს მარილი არის შეკავებული ორგანიზმში და საჭიროა რომ მიიღოთ ნაკლები მარილი. ასევე არის ხშირი შარდვა, ერთ-ერთი ნიშანი. ხშირი შარდვაც რატო ბევრ მარილს რო იღებ ბევრ წყალს და ორგანიზმი ცდილობს რომ გაწმინდოს თირკმელები და მერე მეტს შარდავს ადამიანი უფრო მეტს ვიდრე საჭიროა. თუმცა ხშირი შარდვა და ხშირი წყურვილი დიაბეტმაც იცის და ამიტომ ყურადღებით უნდა იყოს ადამიანი. მეხუთე ნიშანი არის შებერილობა რა საჭმლის მომნელებელი სისტემაში სითხის შეკავებას იწვევს და ადამიანს აქვს მუცელში დისკომფორტი და დისკომფორტის შეგრძნება, რომელიც დროთა განმავლობაში გავა თუ ცოტა ნაკლებ მარილს მიიღებს ადამიანი. მეექვსე ნიშანი არის ძვლების სისუსტე და მოტეხილობა. მერე დროთა განმავლობაში ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით იღებენ მარილს, ეს მარილი თირკმელებიდან რომ გამოდის, მარილთან ერთად ორგანიზმს გამოაქვს კალციუმიც და შეიძლება ბევრ მარილს იღებ, მაგრამ კალციუმს არ იღებ საკმარის რაოდენობით და ეს კალციუმი გამოვა ორგანიზმიდან და საიდან გამოვა კალციუმი? მერე ძვლებიდან, ან ძვლებშია კალციუმი. ძვლებიდან გამოვა კალციუმი და ძვლები დასუსტდება. ძვლები რომ დასუსტდება, მოტეხილობის რისკი იზრდება. ანუ დიდი რაოდენობით მარილის მიღება ძვლების დასუსტებას იწვევს. შემდეგი ნიშანი არის თავის ტკივილი. თავის ტკივილები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია იმისი, რომ ადამიანი ქრონიკულად ბევრ მარილს იღებს, რადგან სითხე და წნევა იზრდება და ეს სისხლძარღვებზე მოქმედებს, მათ შორის თავის ტვინის სისხლძარღვებზე მოქმედებს და თავის ტკივილები შეიძლება გამოიწვიოს. არა, რა თქმა უნდა, გაუსაძლისი და ძალიან ძლიერი, მაგრამ მნიშვნელოვანია აღსანიშნავად და მეტიც უკონტროლო ჰიპერტენზიის ერთ-ერთი ნიშანი არის, რომ ადამიანს თავის ტკივილები აქვს და მე ხვდებიან ხოლმე, რომ აბა წნევას გავიზომო, მოდი. ეგ არის მარილის მიღების მთავარი ზედმეტი მარილის მიღების მთავარი ნიშნები და აქვე უნდა ვთქვათ მარილის მიღება, ზედმეტი მარილის მიღება კუჭის კიბოს რისკსაც ზრდის და ზრდის არა უბრალოდ, არამედ თითქმის 200%-ით, ზოგჯერ მეტიც 300%-ამდე შეიძლება გაზარდოს. დოზა დამოკიდებულია, რაც მეტ მარილს იღებ, მით მეტად მეტია კუჭის კიბოს განვითარების რისკი. ამიტომ უყურადღებოთ მისი დატოვება არ შეიძლება. რამდენს იღებს საშუალო ადამიანი დღის განმავლობაში? იღებს დაახლოებით 10 გრამ მარილს. უნდა იღებდეს დაახლოებით 5 გრამს. ანუ უნდა დაახლოებით უნდა გაანახევრო მარილის მიღება, რასაც იღებ. აქვე არის ხოლმე რომ ზოგი ამბობს რომ ის მე არ ვაყრი მარილს საჭმელებს და ზოგი რო არის რომ აყრის და რაღაცა. არა, მაგაზე არ არის. მარილს ჩვენ ძირითადად ვიღებთ მზასაკვებისგან, საკვებისგან, პურისგან, გამოცხარი პროდუქტებისგან, რესტორნის საჭმელი დიდი რაოდენობით შეიცავს, ხორცი დიდი რაოდენობით, ძეხვეულობა და ესენი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს მარილს. შესაბამისად, ანუ მარილს დიდი რაოდენობით ვიღებთ ჩვენ ისედაც ჩიფსები და სუპები, თუნდაც ერთჯერადი სუპები, соусები, სანელებლები და ესე ბევრი რამე შეიცავს, მზასაკვები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს მარილს, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ სინამდვილეში მარილის 80%-ს იღებ, არა, ესე თითით კი არა, რომ აყრი იმას საკვებს, არამედ მარილის 80%-ს იღებ იმ საკვებისგან, რომელსაც ჭამდა ყიდულობ ნაყიდი საკვებისგან.
ამიტომ მნიშვნელოვანია რომ შეხედო ყოველთვის ეტიკეტზე აწერია მარილს რა რაოდენობით შეიცავს. აქ არის ხოლმე კითხვა კიდე რომ აბა რა ვქნა საერთოდ რომ დავანებოთ მარილს თავი მე რა ანუ საერთოდ დანებება არც არის სასურველი ჯანმრთელობისთვის რადგან აუცილებელია კუნთების შეკუმშვისთვის მარილი ნერვის იმპულსის გადაცემისთვის კუჭის მჟავის წარმოქმნისთვის ელექტროლიტების ბალანსისთვის ორგანიზმში ანუ მნიშვნელოვანია მარილი ამიტომ სრულად არ უნდა შეზღუდო რა თქმა უნდა მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელია 1 გრამი მარილს კი საკმარისია ადამიანისთვის იმისთვის რომ ნორმალურად იფუნქციონიროს ამიტომ ამ 1 გრამს ისეაც მიიღებს ადამიანი თუნდაც სხვა პროდუქტებისგან არ არის ძნელი მისაღები შესაბამისად განსაკუთრებით ფოკუსირება იმაზე რომ მარილი არ დამაკლდესო არ არის სწორი თუმცა ნულამდე დაყვანაც არ არის სასურველი რა თქმა უნდა აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა მადლობა რომ მისმენდით მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ მადლობა ინტერესისთვის